ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ოდელავას მიმართ სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ლევან ხაბეიშვილმა ისარგებლა, რაც შეეხება მურთაზ ოდელავას, ის ხდომას არ ესწრებოდა. ხაბეიშვილის განცხადებით 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ საქმეში ვერც დაზარალებული მხარე იპოვა და ვერც მოწმეების სასამართლოში მიიყვანა შეძლო. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, საქმის მასალებში მისი საჯარო გამოსვლების გარდა სხვა მტკიცებულება არ მოიპოვება. ის რომ ამ სტატუს განმავლობაში სხვადასხვა პროკურორი არ ჩანდა საჯარო და განცხადებებს არ ეკეთებოდა, ის პრობლემა ბევრი ზმანი შემიძლია. ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტის ვისაც გადაწყვეტილი, არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი. პროკურატურა ადამიანო შეიძლება რომ აი გოგიტოს მაგალითად ბრალი აღიაროს ხაბეიშვილმა, მაგალითად. გამოდოვარება არაფერს არ მოსასაღებებს რა. საჯარო განცხადებები იყო შემიძლია არაფერი არ არის ისეთი ფარულად, მალულად, ამის გაკეთებას, გაფუჭებას, დაშავებას რაც მე დავიწყო. ის რომ საჯარო განცხადებები გასწორება არის ჩვენ შორის რა. იმან ასე არ იყო. ნუ ახმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში. შეიძლება რომ ნაჩვენებას სწრაფად გენ დასწრებენ მithodiros პარლამენტში დაუყოვნებოდა მაინც რაზმით მოვიდა. დღევანდელ ხდომას ესწრებოდნენ ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება დიქტატურისთვისაც კი გასაოცარი სტანდარტია. ლევანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო, ისჯება თავისი ხალხის სიყვარულის გამო, იმიტომ რომ მის გედედეს თანამშრომლებს მოუწოდებდა რომ სისხლი არ დაეღვარათ, არ დაესისხლიანებინათ ახალგაზრდები და ამის გამო პირდებოდა ჯილდოს და დამხობას რაც შეეხება ყველგან ამბობდა მშვიდობიანი დამხობა. ეხლა არის კითხვა ასეთი კომენტარებშიც მიწერენ რომ თქვენი შვილი მშვიდობიანად როგორ ამხობდა εμას ხელისუფლებას. მშვიდობიანი დამხობა ნორმალურ ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც გამოდის 200,000, 300,000 უკმაყოფილო ადამიანი, თავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადადგეს და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ეს არის პოლიტიკური ანგარიშების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს: გაანადგუროს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი, ნაციონალური მოძრაობა და პოლიტიკური ოპოზიცია და ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს. დღეს ყველას გვმართებს განსაკუთრებული ერთობა, განსაკუთრებული გაერთიანება იმისათვის, რომ გავერთიანდეთ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. მას გამოძება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებასა და საჯარო მოხელისთვის ქრთამის დაპირებას ედავება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მურთაზ ოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავებიან. ბრალდების თანახმად მას საქმის ობიექტური გამოძიებისთვის ხელი შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. ამ საქმეზე მას გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით კი 4 ოქტომბერს ის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.